რუბრიკას წარმოგიდგენთ ნურებას Global X Pro. კრემი ატენიანებს და ამშვიდებს აკნესკენ მიდრეკილ კანს. მივესალმებით ჩემთვის ძალიან ძვირფას საქმიან მაყურებელს. დღეს საკმაოდ აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ, კერძოდ იმაზე, თუ რა იწვევს ალერგიას. როგორ ამოვიცნოთ ის და როგორია მისი მართვის თანამედროვე მიდგომები. ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ცემინებით, ცხვირის გაჭედვით, თვალების ქავილით და ცრემლდენით, კანის ქავილით ან გამონაყრით. ზოგ შემთხვევაში სუნთქვის გაძნელებითაც კი. მნიშვნელოვანი იმისა აღნიშნა, რომ ალერგია არ არის გადამდები დაავადება, თუმცა შეუძლია მნიშვნელოვნად დააქვეითოს ცხოვრების ხარისხი და ყოველდღიური აქტიურობა. ალერგიის გამოწვევების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და ხშირად ინდივიდუალური. ამ გამოწვევებს შორისაა მცენარეული მტვერი, ტვრის ტკიპა, ცხოველის ბეწვი და მრავალი სხვა. ალერგიის მართვის თანამედროვე მიდგომები გულისხმობს როგორც გამოწვევებთან კონტაქტის მაქსიმალურად თავიდან აცილებას, ისე ეფექტურ მედიკამენტურ თერაპიასაც. თერაპიისთვის ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც ეფექტურად ამცირებს ალერგიის სიმპტომებს, ხელს უწყობს მდგომარეობის კონტროლს, გამოირჩევა ორგანიზმის კარგი ამტანობით და მათ მიმართ და მოხერხებული გამოსაყენებელია აუცილებლად. საქმიანმა მაყურებელმა უკვე იცის, რომ რუბრიკა მზადდება BMG-სა და Aversis პარტნიორობით და მისი მიზანია მაყურებელმა სანდო და რა თქმა უნდა სწორი ინფორმაცია მიიღოს. მოკლედ განვაგრძობ რუბრიკას ჩემს არაჩვეულებრივ სტუმართან, ქალბატონ ქეთევან მაჭავარიანთან ერთად, რომელიც გახლავთ მოზრდილთა და ბავშვთა ალერგოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ალერგოლოგისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მრავალი რეგალია გაქვთ ქალბატონო ქეთევან, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ძალიან ამაყიება, რომ დღეს ჩემს რუბრიკაში ხართ თქვენ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს საქმიან ძვირფას მაყურებელს, როგორც თქვენ აღნიშნეთ. და ნამდვილად ძალიან აქტუალურია დღევანდელ დღეს ალერგია და მზად ვარ თქვენს კი ბატონო, რამდენიმე კითხვას დაგისვათ ქალბატონ ქეთევან, იმიტომ რომ სეზონი ეხლა რომელიც გახლავთ გაზაფხული, სწორედ გამწვავების პერიოდია ალერგენების და ზოგადად რომ გითხრათ, რა არის ალერგიის მიმდინარეობა და რატომ იწვევს ეს ალერგენები ასეთ გაღიზიანებას და ასეთ რეაქციებს ჩვენს ორგანიზმში? ზოგადად ალერგია თუ პოპულარულ ენაზე განმარტავთ, ეს არის პრაქტიკულად ორგანიზმის იმუნური სისტემის შეცდომა ამოცნობაში. ეს არის რეალურად ჰიპერბრძნებელობითი რეაქციები ისეთ უვნებელ ნივთიერებებზე, როგორიც არის მცენარის ყვავილის მტვერი, როგორიც გახლავთ საკვები, ცხოველების ბეწვი, ეგრეთ წოდებული ეპიდერმალური ალერგენები, რომელიც რეალურად არის უვნებელი, მაგრამ ორგანიზმის იმუნური სისტემა გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე მათ აღიქვამს როგორც მტერს და იწყებს მის წინააღმდეგ ბრძოლას და იწყებს ეგრეთ წოდებული დამცავი ცილების გამომუშავებას, რისთვისაც საჭიროა კონტაქტი თავიდან ამ გარკვეულ აგენტებთან, ამ ნივთიერებებთან, რომელიც განმეორებითია და რაღაც გარკვეულ მომენტში, როდესაც იმუნური სისტემა უკვე არის მზად იმისთვის, რომ დაიწყოს ბრძოლა აი ამ კონკრეტული რეალურად უვნებელი, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მისთვის მტრად შეცნობილი აგენტების საწინააღმდეგოდ, სწორედ ამ დამცავი ცილების საშუალებით იწყებს, რომელთაც იმუნოგლობულინებს უწოდებთ და ეს მერე გრძელდება, განმეორებითი კონტაქტი ხდება რამდენჯერმე, რა თქმა უნდა და აი ასე ვთქვათ, მომატებული მგრძნობელობა აღმოცენდება, სენსიბილიზაციას უწოდებთ ჩვენ ალერგოლოგები და უკვე ეს დამცავი ცილები მიემართება გარკვეული უჯრედებისკენ, სამიზნე უჯრედებისკენ, რომელზეც მზადყოფნაში არიან მუდმივად. ამ უჯრედებს პოხიერი უჯრედები ქვია და ძალიან ბევრი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებით არის გაჯერებული და განმეორებითი კონტაქტი უკვე განაპირობებს იმას, რომ ხდება ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული აფეთქება და ამ ნივთიერებების, მათ შორის ჰისტამინის გამოთავისუფლება, რომელიც არის მთავარი ერთ-ერთი მიზეზი იმ სიმპტომების, რასაც ჩვენ ვაკვირდებით რეალობაში, რასაც ჩვენ ალერგიის სიმპტომებს უწოდებთ, ეს შეიძლება იყოს რინიტის, ალერგიული რინიტის თუ კონიუნქტივიტის თუ დერმატიტის და ასე შემდეგ სხვადასხვა სიმპტომები.
გასაგებია, მადლობა. სწორედ ალერგიულ რინიტთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ალერგიულ რინიტი და ვირუსული ინფექცია? რომ ხშირად ეშლებათ ეს. დიახ, ნამდვილად ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია. თუმცა არსებობს რაღაც გარკვეული ნიშნები, რის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ დამახასიათებელი, დიახ, შევძლებთ განვასხვაოთ ალერგიული რინიტი ვირუსული რინიტისგან, მოკლედ ვიტყვი ვირუსული, რესპირაციული ვირუსული ინფექციებით განპირობებული რინიტი, ესე ვირუსულად და ესე დავასახელებ ხოლმე. პირველ რიგში არის ის, რომ ალერგიას არ ახასიათებს ტემპერატურის მომატება, რაც ძირითადად დამახასიათებელია ვირუსული ინფექციების შემთხვევაში. ალერგიას ახასიათებს ქავილი, ძირითადად ცხვირის, თვალების, სასის, რაც არ ახასიათებს ვირუსულ ინფექციებს. ვირუსული ინფექციების და ალერგიის შემთხვევაში ცხვირცემინება დასაწყისში ვირუსული რინიტისთვისაც არის დამახასიათებელი, მაგრამ ალერგიული რინიტის შემთხვევაში ცხვირცემინება არის შეტევითი, პაროქსიზმული, განმეორებითი და გრძელდება მანამ სანამ კონტაქტი ალერგენთან აქვს ორგანიზმს. ვირუსული ინფექციის შემთხვევაში ეს ნაკლებად არის ახასიათო, გამონადენზეც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. ძირითადად ალერგიული სიმპტომების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის გამჭვირვალე წყალივით გამონადენი, ცხვირიდან რინიტის შემთხვევაში, ცრემლდენაც ახლავს მას. რაც ვირუსულ ინფექციას შეიძლება და რინიტს შეიძლება დასაწყისში ახლდეს, იწყებოდეს ასე, თუმცა ეს ეტაპობრივად ვითარდება და მერე შემდგომ ეს სეკრეტი ხდება შედარებით შესხელებული და შეფერილი, მოყვითალოთ, ხანდახან მომწვანოდაც, ესეც განმასხვავებელია და ხანგრძლივობა. ვირუსული რინიტი მაქსიმუმ 7-10 დღის მანძილზე საშუალოდ თავის ეტაპებს გაივლის და მერე სიმპტომები აღარ აწუხებს პაციენტს და ალერგიული რინიტის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს თვეები იმის მიხედვით თუ რის მიმართ არის პაციენტი სენსიბილიზებული რომელი ალერგენის კონკრეტულად რომელი მცენარის ტურისტ და ხანდახან ეს შეიძლება არა ერთი არამედ რამდენიმე მცენარე იყოს ერთდროულად და ამ პერიოდზეა დამოკიდებული. ამომწურავი იყო ნამდვილად. შემდეგი კითხვა არის ის, რომ როგორია თანამედროვე მიდგომები აი ამ მართვის ალერგიული რინიტის ან ალერგიული რეაქციების დროს? ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, პირველ რიგში თუ დავიწყებთ დიაგნოსტიკიდან, რა თქმა უნდა, დიაგნოზი აუცილებლად უნდა იქნას დასმული და ამისთვის არსებობს ცხადია პირველ რიგში სიმპტომები, რაზეც უკვე ვისაუბრე და გავამახვილე ყურადღება და თუმცა მე ზემოსასუნთქი გზების ალერგიისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე ვისაუბრე და არ მიხსენებია ასთმა და ქვემოსასუნთქი გზების დაავადება, რომელიც ხველით მიმდინარეობს, მწვინავის სუნთქვით, სუნთქვის გაძნელებით, შებოჭილობით და ასე შემდეგ და რეალურად ამ დაავადებას ერთდროულად ვახსენებ, იმიტომ რომ ეს არის ერთი სისტემა, სასუნთქის სისტემა და დაავადებაც პრაქტიკულად ესე განიხილება ერთი სისტემა, ერთი დაავადება. თუმცა ალერგიული რინიტი ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტს ასთმა უნდა განუვითარდეს, თუ დროულად მოხდება დიაგნოზის დასმა, დროულად მოხდება იმ გამოწვევი ალერგენის იდენტიფიცირება, რისთვისაც ლაბორატორიული ტესტები, ეს იქნება რუტინულად კანის ალერგიული ტესტები, თუ სპეციფიკური, სწორედ აი იმუნოგლობულინების IgA სხეულების განსაზღვრა ლაბორატორიულად სისხლის შრატში პაციენტის და დღესდღეობით არსებობს უკვე მოლეკულურ დონეზე დიაგნოსტიკა, ანუ კონკრეტულად რომელი ცილა, რომელი ალერგენი კი არა, რომელი ცილა განაპირობებს კონკრეტულ პაციენტში ალერგიის სიმპტომების გამოვლენას და რომელი აქ წამყვანი და რომელი ალერგენი კი გარკვეულწილად ეს არის ჯვარედინა ასე ვთქვათ, სენსიბილიზაციით განპირობებული სიმპტომები და ლაბორატორიულად შეიძლება ჩვეულებრივი რუტინული კანის ტესტების დროს სხვა ალერგენზეც იყოს დადებითი, მაგრამ რეალურად წამყვანი იყოს ძირითადი, მთავარი ერთ-ერთი ალერგენი, რომლის გამოვლენა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ
ჩვენი ტაქტიკა დღესდღეობით ესეთია. თუ შესაძლებელია კონტაქტის შეწყვეტა ალერგენთან და ეს არის ყველაზე ეფექტური ზომა და მაქსიმალურად მნიშვნელოვანი. ამ რჩევებზე გარკვეულწილად ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. მეორე ვარიანტი არის უკვე გარკვეულად მკურნალობა, ფარმაკოთერაპია, მიდგომა, რითი შეგვიძლია ვებრძოლოთ ამ სიმპტომებს დღესდღეობით ამის საშუალება არის და ის მითი რომ ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული წამლები ყველა აძინებს უკვე დღესდღეობით დამსხვრეულია. ნამდვილად და შემდეგი კითხვაც ზუსტად ამას ეხება, რა როლი აქვს ზოგადად თანამედროვე ანტიჰისტამინურ პრეპარატებს ამ მკურნალობის ცვლილობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამედროვე პრეპარატები, ანტიჰისტამინური პრეპარატები და თქვენგან საინტერესოა როლი ამ ამის შესახებ ნამდვილად ესე თამამად შემიძლია თქვა, რომ ეს თანამედროვე ახალი თაობის, ახალი გენერაციის ანტიჰისტამინური საშუალებები არის ის პრეპარატები, რომელიც არის პრაქტიკულად უსაფრთხო, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად არ აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, იმიტომ რომ ალერგიული სიმპტომები თავისთავად, რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას იწვევს და გარკვეულწილად დღის განმავლობაში უზღუდავს იმ აქტივობას პაციენტებს, რაც მისთვის არის საჭირო სკოლის მოსწავლისთვის სწავლა, მუშაობა, ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის საშუალებას გვაძლევს ეს თანამედროვე ახალი თაობის ანტიჰისტამინური საშუალებები, რომელიც სწორედაც რომ არ იწვევს ძილიანობას, არ არღვევს კოორდინაციას, საჭესთანაც შეიძლება მათი მიღება და ესეთი ზუსტი ესეთი სამუშაოების შესრულების დროსაც უკვე შესაძლებელია დღეში ერთხელ მიიღება როგორც წესი, არ იწვევს მიჩვევას, ხანგრძლივად შეიძლება მათი დანიშვნა და ეს არის მათი უპირატესობები ძველი პირველი თაობის ანტიჰისტამინურებთან შედარებით, რაც უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია და ჩვენ ახლა აქ გვაქვს სწორედ ესეთი ახალი თაობის ანტიჰისტამინურების ორი ძალიან ესეთი პოპულარული წარმომადგენელი, ეს არის ფექსოფენადინი, რომელიც ტაბლეტირებული ფორმით არის აქ წარმოდგენილი და დოზირებით არის განსხვავებული 120 მილიგრამი, 180 მილიგრამი ალერფასტის სახელწოდებით ხედავთ აქ სავაჭრო დასახელებას და ეს გახლავთ მეორე დესლორატადინი, ესეც ერთ-ერთი ძალიან პოპულარული თანამედროვე ახალი თაობის ანტიჰისტამინური საშუალებაა, რომელიც არის ელსანტის სახელი წარმოდგენილი ტაბლეტებით თუ სიროფის სახით და რა თქმა უნდა, აი ამ ფორმებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დოზირების განსაზღვრას კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ პაციენტთან, რომელი ფორმით ჯობს დაუშვათ სიროფის თუ ბავშვთა ასაკში რა თქმა უნდა სიროფი გარკვეულწილად ბევრად უფრო ადვილი გამოსაყენებელია თავისი დოზირებით და იმით გარკვეული მიღების სიადვილიდან გამომდინარე და იგივე ფექსოფენადინის შემთხვევაში აქ განსხვავებული ორი დოზაც იმის საშუალებას გვაძლევს რომ გავაკეთოთ არჩევანი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ მიდგომას, პერსონიფიცირებულ მიდგომას თანამედროვე მედიცინაში, რადგან ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ კონკრეტულ პაციენტს და არა დიაგნოზს. ანუ ამ პაციენტს კონკრეტულს მკურნალობთ და შესაბამისად ეს არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი პერსონიფიცირებული მიდგომა. ამის საშუალებას გვაძლევს სწორედ ეს თანამედროვე ახალი თაობის ანტიჰისტამინური საშუალებები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ეფექტური არის უსაფრთხო და ძირითადი მიდგომა დღესდღეობით მედიცინაში არის უმკურნალე, მაგრამ არავნო. ანუ მედიკამენტი უნდა იყოს უსაფრთხო აუცილებლად, იმავდროულად, რა თქმა უნდა, ეს პირველი მოთხოვნა არის ეფექტურობა მედიკამენტის. ნამდვილად, შემდეგი კითხვა იყო ინდივიდუალური მიდგომები, მაგრამ აბსოლუტურად ამომწურავად უპასუხეთ, გავიმკეთებან აი ამ შემდეგ ჩემს კითხვას, რომელიც დამესვა. თუმცა ბოლო კითხვას დაგისვავთ, თუ შეიძლება ზოგადად რას ურჩევდით ალერგიის პრევენციის დროს პაციენტებს და რა უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ
უბრალოდ არ ცოტა რთული ამისი განსაზღვრა, მაგრამ თქვენი რჩევა ბოლო. კი ბატონო. კითხვა. ხა ეს პრევენცია არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რა თქმა უნდა, უმჯობესია პრევენცია, ვიდრე სიმპტომები რომ განვითარდება, შემდგომ მკურნალობა და ეს პრევენციული მედიცინა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი რაც მინდა ვთქვა და დასაწყისში აი როგორც აღნიშნე რომ რა არის ალერგია, ну რაღაც გარკვეული რისკები აქვს გარკვეულ ინდივიდებს, ვისაც უვითარდებათ. ეს არის გენეტიკური განწყობა, რომელსაც ვერ შევცვლით და რომლის პრევენციაც სამწუხაროდ დღესდღეობით შეუძლებელია. ეს არის ეგრეთ წოდებული ჰიგიენური ჰიპოთეზა, ну ესეთი განსაკუთრებულად სუფთა გარემოში ბავშვების გაზრდა, რაც გარკვეულწილად განაპირობებს მათი იმუნური სისტემის გარკვეულად გადართვას ერთი დაბალანსირებული მდგომარეობიდან ხდება გააქტიურება სწორედ აი ამ უვნებელი ნივთიერებების საწინააღმდეგოდ ბრძოლისკენ, ასე ვთქვათ, მოცლილი იმუნური სისტემის პრობლემას წარმოადგენს და მესამე ეს არის გარემო, რომელშიც არის მუდმივად გარკვეული ეკოლოგიური პრობლემები, დაფიქსირება და ბევრი სხვა ფაქტორი, ალერგენები, მათთან კონტაქტი, მუდმივი და აი ეს სეზონურ ალერგიაზე ვაკეთებთ აქცენტს გამომდინარე დღევანდელი სიტუაციიდან, იმიტომ რომ აი პიკში შედის გაზაფხულის სცენარეების ყვავილობა, ხელმცენარეების პიკშია და პარალელურად იწყება ბალახების მარცვლოვნების და ასე შემდეგ და ბოლოსარეველა მცენარეების ყვავილობა. რეალურად თუ ჩვენ დავყოფთ ესე, თუ პაციენტს აქვს ეს სეზონურად არაერთხელ გამოვლენილი და იცის, როდის მოახლოვდება სეზონი და ბევრ პაციენტს შეუძლია ამის პრაქტიკულად ზუსტად განსაზღვრა, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია რომ დავიწყოთ წინასწარ, აი ამ ალერგენებთან კონტაქტი მოსალოდნელია და უკვე დავიწყოთ ანტიჰისტამინურების გამოყენება, თუმცა შეიძლება ადგილობრივი მედიკამენტებით გავაკონტროლოთ, ანუ თვალის წვეთებით, შეიძლება ნაზალური ცხვრში შესასხურებელი სპრეით, მაგრამ სისტემურად მაინც ანტიჰისტამინურებით ვებრძვით აი ამ სისტემურ რეაქციას ყველა თავისი სიმპტომით და მისი ადრე დაწყება ნიშნავს რომ გარკვეულწილად პრევენციას ვახდენთ. და ავიცილებთ გარკვეულწილად. მეტნაკლებად რა თქმა უნდა, ოღონდ ეს გააჩნია სიმპტომების სიმძიმეს, რამდენად არის. ესე ძალიან ინდივიდუალურია და აქაც სწორედ აი ეს ინდივიდუალური მიდგომა იჩენს თავს. ანუ თუ სიმპტომები მსუბუქია, მაშინ ჩვენ შედარებით ნაკლები მედიკამენტი გვჭირდება, რომ ეფექტი გქონდეს და აქედან ეკონომიურიც იქნება ეს მკურნალობა, დამზოგავიც იქნება. უფრო საშუალო სიმძიმის არის სიმპტომები, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი მედიკამენტები უნდა ჩავთოთ მკურნალობაში, რომ მივაღწიოთ სიმპტომების პრაქტიკულად გაკონტროლებას. ანუ ჩვენი მიზანი არის ის, რომ პაციენტს სიმპტომები არ აღენიშნებოდეს, რომ მისი ცხოვრების ხარისხი არ იყოს დაქვეითებული და ამ მიზნის მისაღწევად რაც შეიძლება ნაკლები მედიკამენტის გამოყენება, ამიტომაც ინდივიდუალური პერსონიფიცირებული მიდგომა და კონკრეტული პაციენტისთვის კონკრეტული მკურნალობის გეგმის შემუშავება და სქემის შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია და არის მძიმე შემთხვევები, როდესაც უკვე სიმპტომები ისეთი ინტენსიურია, რომ ზედასასუნთქი გზებიდან უკვე ქვედასასუნთქი გზებისკენ ალერგიული სიმპტომების გამოვლენის მიმანიშნებელია, იწყება ხველა და უშუალოდ სუნთქვის გაწნელება. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ერთ-ერთი კიდევ მინდა ვახსენო ესეთი გარკვეული სახის მკურნალობა, რომელსაც ალერგიულ აცრებს უწოდებთ პოპულარულ ენაზე, ანუ იმ ალერგენის მიმართ, რომლის მიმართაც პაციენტის იმუნური სისტემა არის გრძნობიარე, ვიწყებთ შეჩვევას და გარკვეული დოზებით მას ვაწვდით და ეს გარკვეული სქემით ტარდება ეს მკურნალობა და ეს არის მკურნალობა, როდესაც უშუალოდ არა მხოლოდ სიმპტომებს, არამედ აი მექანიზმში, ანუ იმუნური პასუხის გადართვას ვახერხებთ, ისე რომ აი ეს ალერგენები უკვე აღარ არის პაციენტისთვის აი ესეთი სიმპტომების განმაპირობებელი და კონტაქტი გრძელდება, მაგრამ სიმპტომები აღარ არის. და მარტივი რჩევები არის ის, თუ სეზონური ალერგია აქვს პაციენტს უპირველეს ყოვლისა.
მოერიდოს დილის საათებში ადრე გარეთ გასვლას დახუროს ფანჯრები. ეს არის დაახლოებით 5-დან 10 საათამდე დილის საათებში, როდესაც მცენარის ყვავილის ტვრის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია და პიკს აღწევს. ჩართოს ფილტრიანი კონდიცირება მანქანაში, აწიოს მინები, დახუროს სახლში თუ სამუშაო გარემოში, თუ სასწავლო გარემოში დახურონ ფანჯრები. აუცილებლად სახლში მისვლის და რა თქმა უნდა სათვალე უნდა გამოიყენო, რომელიც მექანიკურად იცავს პრაქტიკულად და სახლში მისვლისას უნდა დაიბანონ რა თქმა უნდა, ხო, ტანსაცმელი გამოიცვალონ და თუ თავსაც დაიბანენ, ესეც უმჯობესია, იმიტომ რომ აი ეს გარკვეული მტვრის ნაწილაკები, რომელიც შერჩა თმაზე შეიძლება ბალიშზე გადავიდეს და მერე ღამის სიმპტომებიც მოგვცეს, აი ესეთი რჩევები შემიძლია მივცევ პაციენტებს, ვისაც აქვთ სეზონური ალერგიული რინიტი და კონდუქტივიტეტი. რჩევები იყო და საკმაოდ ამომწურავად ისაუბრეთ, ქალბატონ ქეთიანო. უღრმესი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი თქვენ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს უსურვებთ მაყურებელს და სულიერ სიმშვიდეს უდავთ. აუცილებლად. უღრმესი მადლობა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ემოციური სტატუსის ესეთი სიმშვიდე გაწონასწორებულობა პრაქტიკულად გვეხმარება ყველა პრობლემის გამკლავებაში. აუცილებლად. უღრმესი მადლობა. მახარებს ნამდვილად თქვენი სტუმრობა კიდევ ერთხელ. მადლობა. დღეს ჩვენ სტუმარს ბავშვთა ალერგოლოგ, იმუნოლოგ ქეთევან მაჭავარიანს ალერგიის განვითარების მექანიზმებსა და მისი მართვის საშუალებებზე ვესაუბრეთ. იმედი მაქვს ინფორმაცია, რომელიც ქალბატონმა ქეთევანმა გაგვიზიარა, გაგვიადგილებს ალერგიული დაავადების თავიდან აცილებას და მართვას. მე კი ამით დაგემშვიდობები ჩვენ საქმიან მაყურებელს და რა თქმა უნდა ქალბატონმა ქეთევანმა ახსენა ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე და მეც იგივე რჩევით და სურვილით ვემშვიდობები ჩემთვის ძალიან ძვირფას მაყურებელს და გისურვებთ რა თქმა უნდა ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. რუბრიკას წარმოგიდგენთ ნურებას Global X Pro. კრემი ატენიანებს და ამშვიდებს აკნესკენ მიდრეკილ კანს.